გამარჯობა, ცუგობარი ისევ თქვენთან არის. ვართ აი მარაჩვეულებრივ ადგილას. ეს პლუსი აქვს ცუგობრობას, რომ ყველა ადგილი შემიძლია ჩემ სტუდიად ვაქციო. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს და თემა მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სხვებისგან. დღეს უფრო ადამიანების კუთხით ვილაპარაკებთ, ოღონდ რა თქმა უნდა მთავარი ფოკუსი ცუგობარზე იქნება. დღეს ვლაპარაკობთ შინაური ცხოველის როლზე ბავშვის და ზოგადად ოჯახის ცხოვრებაში. ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი. კიდე რამე რეგალია თუ გაქვს, შეგვიძლია ისიც დავამატოთ. კაიკონასთან დამფუძნებელი და ორი და ცოტა მეტი ძაღლის პატრონი. აი, ამიტომ ხარ ზუსტად აქ. მხოლოდ ფსიქოლოგი ჩემთვის არ იყო საკმარისი, მინდოდა რომ ადამიანი ყოფილიყო, ვისაც ცხოველები და ძაღლები უყვარს, აინტერესებს და ფიქრობს მათზე. ჩვენ ვიცით, რომ ცხოველის აღქმა ყოველთვის იცვლებოდა. ადრე ის უფრო გამოყენებითი, მაგალითად ძაღლი, კატას თავი უნდა დაეჭირა, ძაღლს სახლი უნდა დაეცვა. დღეს აი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, თანამედროვე ფსიქოლოგები, ასე ვთქვათ, როგორ უყურებენ შინაური ცხოველის როლს ზოგადად? შეიცვალა რამე ამ გაგებაში? ძალიან საინტერესო დასაწყისია უკვე და მადლობა, რომ დიდ ჭრილში ხედავ ზოგადად ცოცხალ არსებებს და პირველ რიგში ანუ ყურადღებას რო უთმობ შინაურ ცხოველებს და არსებებს. დღესდღეობით მე მგონი უფრო მეტად ხდება დაფასება და აღქმა როგორც ცალკეული ცოცხალი სულიერი არსების, ხო? მის საჭიროებებს უფრო მეტად ერგებიან უკვე ოჯახის წევრები, თუმცა ოჯახში შინაური ცხოველის არსებობა ალბათ ხო რამდენიმე ფაქტორს ემსახურება რა. ერთ-ერთი არის რაღაცნაირად საყრდენი, რაღაც ოჯახის წევრი და ეს ოჯახები ბიურნაირია. ეხ თავიდან ჩემი გონება წავიდა მხოლოდ იმ ოჯახებისკენ, ვისაც მაგალითად შვილები ყავთ, მაგრამ ამავე დროს არის უამრავი ოჯახი, სადაც ოჯახი არის ადამიანი და თქვათ შინაური ცხოველი, ძაღლი, ხო? რაღაცნაირად საყრდენი და პარტნიორი ხდება, ხო, ეს არსება ადამიანისთვის, მით უმეტეს ამ საოცრად მარტოსულ ყოფიერებაში. საინტერესო თემისკენ წახვედი, კი და ამაზე აუცილებლად გავაგზავნებთ, მაგრამ ბავშვებიც არ მინდა რომ გამოვჩეს. ნახე, ერთი აი რო გითხარი მაგალითებს მოვიყვარ მეთქი ჩემი არხი. ერთი სტუმარი მყავდა მწვრთნელი, რომელმაც ასეთი რამ მითხრა. ჩემ მეგობარს უნდოდა ძაღლი, რომელსაც ყავდა ბავშვი, შევურჩიეთ, მოუძებნეთ, მიუყვანეთ და ბავშვმა ვერ იგუა ცხოველი და მოუწიათ დაბრუნება 2 დღეში თუ რაღაცა ასე. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ბავშვი მოვამზადოთ იმისთვის, რომ შინაური ცხოველი მოდის? ვინ მოდის მის ცხოვრებაში ახალი? ისეთივე ოჯახის წევრი მოდის, როგორც ის არის? თუ რაღაცას განსხვავებული ტიპი. აი, ბავშვს რა ჯობია რომ აუხსნათ? აქ მინდა თქვენ გითხრათ ძვირფასო ცუგობარის მაყურებლებო, რომ შეიძლება ეს ბევრ თქვენგანს არც დადგეს თქვენს წინაშე ეს საკითხი, მაგრამ აი მათ წინაშე ვინც ეს დადგება, მე მადლობას გადაიხდიან რომ ამ თემაზე ვილაპარაკე. კი და ძალიან კარგი მაგალითი არის ახლა რაც მოიყვანე, იმიტომ რომ უფრო მეტად მაძლევს საშუალებას რომ კონკრეტული რაღაცები ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის და კარგი შეკითხვა იყო ძალიან რა, როგორ უნდა მოვამზადოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ხო? ეს არ არის რომ ეს არის ადამიანების არჩევანი, ნება, რომ მის ოჯახში დასახლდეს ახალი არსება, ხო, რომელთა პასუხისმგებლობა გაქვს, რომ შენ ამასზე უნდა იზრუნო, მას უნდა მოუარო, მისი საჭიროებები დააკმაყოფილო. გარდა იმისა, ვთქვათ, რა წარმოდგენა შეიძლება გქონდეს, რომ აი ბავშვს მაგალითად ეყოლება რაღაცა ერთგული მეგობარი, ან როცა მარტო არის, არ მოიწყენს და ძაღლთან ერთად იქნება, უფრო მეტს იმოძრავებს ფიზიკურად და ასე შემდეგ, ხო? მნიშვნელოვანი, აი ხა ის ერთი კონკრეტული მაგალითი რა ვიღოთ, მან რა შეიძლება რომ სხვა დროს სხვანაირად გავაკეთოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვი იყოს ჩართული ამ პროცესში, ხო? ან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვთან ერთად მივიღოთ შერჩევის პროცესში, ხო? შერჩევის პროცესი. სანამ შერჩევას დაიწყებთ, თუ ხო ხშირად არის საუბარი
თვალსაჭირის გაფართოებაც, ხო, რას აქცევს პატარა ყურადღებას, რატომ უნდა ეს ძაღლი და როგორ შეიძლება რომ ჩვენ ნელ-ნელა უბრალოდ გაუფართოვოთ თვალსაჭირი, რომ ეს ძაღლი არ არის მხოლოდ შენი სათამაშო, ხო, რომელიც თქვათ ლოგინში ჩაიწვენ, ან არ ჩაიწვენ და მარტო გარეთ იქნება. ანუ თვალსაჭირის გაფართოება, რომ დავანახოთ, რომ ცოცხალი არსება ჩვენგან განსხვავებული, თავისი საჭიროებებით და ამავე დროს ჩვენზე ძალიან მობმული. და იმისთვის რომ უკვე შერჩევა მოხდეს, ხო, აქ უკვე შეიძლება დაიწყოთ არის ინტერნეტში დათვალიერება ჯიშებზე, ხო, რაღაცა ძაღლებს. შეიძლება მოხდეს ზუსტად ეს, რომ მე მგონი იმდენი ძაღლი ამ სამყაროში, ქუჩაში, რომელსაც არ ყავს პატრონი და ხო არ წავიდეს თავშესაფარში და უბრალოდ დავათვალიეროთ. ანუ მიზანი პირველი, მეორე, მესამე შეხვედრის, ესე ვთქვათ, ან მონახულების პროცესში არ უნდა იყოს ძაღლის არჩევა და წამოყვანა. ანუ ესეც რომ ნელი პროცესია რა, რომ ჯერ უბრალოდ მიყვანა თავშესაფარში ბავშვის, ხო? და აი ამ მთელი გარემოს ის დათვალიერება და აღქმა, რომ ვაუ, საცხოვრობენ, გალიები, ზოგი როგორ თამაშობს, ანუ ეს მრავალფეროვნება თან სევდა, მაგრამ თან სიხარულიც, ხო? და დათვალიერება და ნელ-ნელა მშობელიც, უფროსიც როგორ აკვირდება და ამჩნევს საითკენ მიდის თავისი შვილი, ხო? ამიტომ მოკეთ რომ შევაჯამო, ალბათ იდეა არის, რომ ბავშვთან ერთად უნდა მოხდეს შერჩევა, ბავშვის გარეშე არა, იმიტომ რომ კი, შეიძლება მიიღოს კიდეც, რა თქმა უნდა, ხო? არის რომ მიუყვან და გაგიჟებულებიან და სიურპრიზი არის, მაგრამ სრულიად სხვა პროცესი არის, როცა ბავშვთან ერთად იღებთ ამ გადაწყობებს, ბავშვთან ერთად მსჯელობ, უფრო დიდი არის პასუხისმგებლობაც რაღაც ამბავში და კიდე ერთხელ ანუ ხაზგავს რომ თვალსაჭირი ფართოვდება რა ეს არ არის რომ უცბად როგორც გვასწავლენ რომ წეროები აგდებენ პატარა ბავშვებს ხო ეს ვაუ ეს არის არა შედეგი არამედ პროცესი გასაგებია მივხვდი ერთი მაგალითად ის როდესაც ხშირად ხდება მაშინ როცა ბავშვი არის ერთი ოჯახში და ხშირად ბაძავს ძაღლს. მაგალითად იყეფება პატარა ბავშვი. მაგალითად საქციელში ბაძავს და ერთმანეთს ზოგ მშობელს ეს შეიძლება საშიშად მოეჩვენოს. შენ როგორ უყურებ ამას? ეს ნორმალურია თუ მაინც დასაფიქრებელია? ძალიან პირველ რიგში ჩემი პირველი ფიქრი იყო რა საოცარია რომ ისეთ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია რომელიც ამდენაირი შრედა პერსპექტივა იცის ზოგოებს. ეს არის ჩემი ახლა საფიქრალი. და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის ახლა ეს და მადლობა. საშიში ნამდვილად არ არის, ჩემთვის პირიქით ძალიან საყვარლობა არის ეს. პლუსებს ვიტყვი და რა შეიძლება რომ მშობელმა გააკეთოს, ხო, იმიტომ რომ მე ხო შეიძლება ადამიანები რაღაცა შეშფოთდნენ, დაფეთდნენ, რომ შვებით და პირველი არის ის რომ სარგებელი რაც შეიძლება მას ჰქონდეს არის რომ ბავშვი ამ მიმბაძველობის უნარს ძალიან კარგად იყენებს, ხო? ანუ ივითარებს. მეორე არის ის რომ ძაღლები ძალიან ცოცხალი არსებები არიან, სინქრონიზდებიან მეორე ადამიანის სახის სხეულის გამომეტყველებასთან, ხო? მათი კუდის ქიცინი, მათი არ ვიცი ენის გამოყოფა, ხო? და ასე შემდეგ საკუთარ სხეულს არგებენ და სინქრონიზაცია ხდება ამორის ერთად, რაც პირველ რიგში, ანუ ერთი რომ ნერვული სისტემისთვის არის ძალიან კარგი, სავარჯიშოც და სარგებელსაც იღებს, მაგრამ მეორეს მხრივ არის რომ ბავშვის უნარი განივითაროს დაკვირვების უნარი. არა მარტო მიმბაძველობა, რაც სპონტანურად ხდება, ხო? არამედ ნელ-ნელა მის შტრიხები დაიჭიროს, ხო? ხო, რას ნიშნავს? ზედმეტი ინტერპრეტაციების გარეშე, რა შეგრძნების დონეზე რო იცი, რომ კუც თუ ზემოთ აკიცინებს, ხო, რომ რაღაცა აინტერესებს, რაღაცა უნდა ძახს და მე უკვე ვიცი და ამიტომ მინდება რომ მეც უფრო გამომწვევი ვიყო და არ ვიცი ბურთი ვესროლო თუ ასე შემდეგ, ხო? თუ დაწევს და სახეს რაღაცნაირს მიიღებს, ანუ ჩემი მიზანი არის რომ ცოტა ხანი რაღაცნაირს მეც შევიკავო ჩემი თავი და დამშვიდდე და აღარ დაუმატო რაღაცეები, ხო? აი ის ნიუანსები, რაც ადამიანურ ურთიერთობებში, არა მარტო ადამიანურ ურთიერთობებში, მაგრამ შემდეგ ძირითადად ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. ადამიანურ ურთიერთობებში არის უმნიშვნელოვანესი სახის ამოკითხვა, რაც ეხლა ძალიან გვიჭირს ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით, რომლებიც
უფრო ეკრანებში არიან ჩამსხდრები, ხო? ყველაზე მეტად ეპარებათ პატარა ნიუანსები, რასაც მეორე ადამიანი კომუნიკაციის დროს არავერბალურად გამოხატავს და აქედან გამომდინარე, რადგან ეს სიგნალები ვერ დააფიქსირა და დაარეგისტრირა მისმა გონებამ, შეიძლება გაგრძელოს კიდე რაღაცების ლაპარაკი, მიხვდი, ან რაღაც და გული ეტკინოს ადამიანს, ან უფრო გამწვავდეს და აი ეს საშუალება, რომ ბუნებრივ გარემოში სპონტანურად არანაირი გაკვეთილების გარეშე ბავშვი და ძაღლი სინქრონიზდებიან, ურთიერთობენ, ხო? ძალიან მაგარი უნარია სოციალური განვითარებისთვის. ზოგს ეშინია რომ აი მე ხლა ამან ლაპარაკის მაგერად ყეფა არ დაიწყოს და ლაპარაკი დაუგვიანდება და აი თუ არის მანდ რაღაცა მარცვალი რაციონალიზმი. რა უნდა გავაკეთოთ მაგ დროს, ხა? თუ ბავშვს არავინ არ ყავს გარშემო. არავინ არ ესაუბრება მის მშობლიურ ენაზე, ან რა ვიცი, სხვა ენაზე, არა ძაღლურ ენაზე, ხო? რა თქმა უნდა, ტვინი ყოველთვის ცდილობს, რომ დაიჭიროს პატერნები და რა გარემოშიც არის, ის შეიწოვოს და იმის საპასუხო რეაქციები მოგვცეს. ამიტომ თუ ესეთ სტერილურ გარემოში და მხოლოდ ძაღლთან უწევს ურთიერთობა, ძალიან მაგარია რომ ყეფას მაინც დაიწყებს, ხო? მაგრამ მეორე არის რომ ჩვეულებრივ სავარაუდოდ არიან ოჯახის წევრები, არიან ადამიანები. ეს ადამიანი, ეს ბავშვი ატარებს დროს, არ ვიცი, ბაღში, სახლში. ურთიერთობის პროცესში აუცილებლად თუ ჩვენ ყურადღებას დაუთმობთ ჩვენ შულთან ურთიერთობას, რამდენიც არ უნდა იყეფოს, იმისგან ძაღლი არ გამოვა. ნამდვილად. მადლობა. კარგი შეჯამება იყო. ეხლა კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც წლების წინ წავიკითხე, არ არის სასიამოვნო მაგალითი, მაგრამ მე მგონი რაღაცა შეიძლება აქედან გამოვიყვანოთ. ესე იგი, იყო ძაღლი, რომელიც დატოვეს ბავშვთან მარტო და ამან ბავშვი დაგლიჯა, თუ დადამთავრდა ეს ამბავი. მე იყო ეს ახსნილი ასე. მშობლები ცემდნენ ბავშვსაც და ძაღლსაც. და შესაბამისად, მე არ ვიცი ახლა ეს თეორია რამდენად ჭეშმარიტებასთან ახლოა, მაგრამ ასე იყო ახსნილი. და ძაღლს ჰქონდა განცდა, რომ იყო იერარქიის იმავე საფეხურზე, რაზეც ბავშვი, ვინაიდან მათ ორივეს ცემდნენ და ძალადობდნენ. და როდესაც ის დარჩა მარტო, თავის თანასწორთან და არა უფრო მაღლა მდგომთან, ის მას გაუსწორდა, კონკურენტი მოიშორა, ასე ვთქვათ რა. აი ამ მხრივ ბავშვს იგივე როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ, რომ ეს იერარქიის მიწოდება როგორ შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ კინოლოგები ამბობენ, რომ ძაღლმა უნდა იცოდეს, რომ ის იერარქიაში ოჯახის წევრებზე უფრო დაბლაა. ყველა ამას ამბობს. აი ფსიქოლოგი როგორ შეხედავს ამ საკითხს? ვაუ. ცოტა დაგაჩელენჯია. იერარქია არსებობს და ეს არის ძალიან ისეთი ბუნებრივი ავტომატური პროცესი, ამაზე არავინ არ ფიქრობს, ხო, რომ აბა ეხლა მე ვიქნები უფროსი და თქვენ ესა მომისმინეთ და რასაც მე ვიტყვი მას, ანუ ბუნებრივად ხდება მიბმა და მიყოლა მე იმ რაღაცა ერთ ლიდერზე. თუმცა ან ძალიან სწორად აღნიშნე შენ, ჩვენ შემთხვევაში ზოგადად ადამიანებმა ვიცით დამატებით კიდე მნიშვნელობების და შინაარსების მიწებება აი ამ რაღაცა ბუნებრივ მოვლენებზე რა. თუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ეს ნარატივი ვატრიალოთ და ვღეჭოთ და ვთქვათ, რომ მე ეხლა ესე თუ არ ვიზამ, ესე მოხდება, მე უნდა ვასწავლო ამას, რომ მე ვარ უფროსი, მე მგონია, რომ ჩვენი ქცევა, ჩვენი სხეულის ენა უკვე საკმარისი უნდა იყოს, როცა ვასწავლთ. იგივე როგორც საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით რა, ანუ იგივე პროცესი მიდის მე როგორც მე ვხედავ მაგალითად მშობლებსა და შვილებს შორის, უბრალოდ შვილი ნაკლებად საფრთხის მომტანი არის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი ძალაუფლება და ისეთი კბილები არ აქვს, რომ გაბრაზდება, მოვიდეს და დაგრღნას ან მოგაჭამოს რაღაცა, მაგრამ იგივე პროცესი არის, რამდენად პატივისცემით შემიძლია მე ამ ძაღლს ჩემი სიმტკიცით ვაჩვენა, რომ ეს აქ არ მოსულა რა. ეხა უკვე ყოველდღიურობაში ვიყენებთ, რომ გვინდა რომ ქცევა შევაცვლოთ, იმიტომ რომ მას შერცხვა და სხვა დროს ესე არ მოიქცეს და სინამდვილეში შერცხვენის თვითონ აი
მექანიზმი ნერვული სისტემა რო ავიღოთ, არის რა, რომ ვიღაცა, ან ცოცხალი არსება, ბავშვი იქნება თუ ძაღლი იქნება, რომელიც აიგზნო, ან უბრალოდ მისი ენერგია არის გამოსული და ისეთ რაღაცას ეხება, რაც სხვისი ტერიტორია, სხვისი სხეულია და ასე შემდეგ, მეორე ძაღლი, მეორე ცოცხალი არსება საკუთარი სხეულის გამომეტყველებით, შეღრენით, შეხედვით, ხო, აიმით აჩერებს, აკავებს და ის თავის ენერგიას ეს არ ნიშნავს, რომ შენ ყოველთვის უნდა შეგრცხვეს და მე ვარ შენი უფროსი. ის ამწამს იმ ცოცხალ აწმყო მომენტში ეუბნება, რომ ამას არ შეეხები, ოკეი? ეს არის ჩემი. ეხლა მე ვჭამ ამას თუ რაღაც რა. ამიტომ ეს ცოცხალი პროცესია, ეს სხეულებრივი პროცესი არის, საზღვრების დაწესება და უკვე საკმარისი არის ეს. ახლა მინდა დაგისვათ ჩვენი სპონსორის Nutrimax სპეცის შეკითხვა, რომელსაც თავისი შეკითხვები აქვს, მე და ვფიქრობ, აი სწორედ მაგის დროა ახლა. ესე იგი, თუ არსებობს რამე საშუალება თვით, ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან მუშაობის, რომ ძაღლების, ну, ძირითადად უფრო ძაღლების შიში დაიძლიოს. მათში, ვისაც ამის სურვილი აქვს, რა თქმა უნდა. მე აქ არ მაქვს ლაპარაკი ფობიებზე, რომლებიც აბსოლუტურად სადღაც ირაციონალურად არის. აქ არის უბრალოდ შიში, რომელიც ალბათ ჩაუნერგა შეიძლება ვიღაცამ, შეიძლება გამოცდილებამ, შეიძლება ოჯახმა, მაგრამ არსებობს ესეთი შიში, ხო? თუ შეიძლება რაღაცა შევამისცეს ფსიქოლოგმა ადამიანს, რომელსაც უნდა, მოდი ეს პირველი მათ ავიღოთ, უნდა რომ ეს შიში დაძლიოს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. და ერთ-ერთი გზა ამის ჯერთი ხო ძალიან საინტერესო ცხოვრება. სადრას ხო, მოკლედ ყოველთვის შეიძლება რომ შეიცვალოს პირველი ეს მინდა თქვა, მაგრამ ახლა თქვა ესეთი ნაფიქრი გზა რომ გავაზიარო, ერთ-ერთი გზა არის ურთიერთობა. ანუ ისევ და ისევ დაინტერესება ამ არსებით მეშინია და ამ შიში მინდა რომ დავინტერესდე. ოკეი, პირველი არის ეს და იმ არსებით დაინტერესება, იმ არსების შესწავლა, იმ არსებასთან ურთიერთობა. და ურთიერთობა, აი როგორც არ ვიცი, ადამიანს რო წყლის ეშინია, ხო? ბავშვი რო გეუბნება, რომ მეშინია, რასაკეთება იმ მშობლები, ხო? ეს არა რომ არასდროს აღარ მიყავთ იმ წყალთან, ხო? თუმცა ეგეთებიც არიან. თუმცა ეგეთებიც ალბათ არიან, ხო? იმიტომ რომ არიციან ჯერ გზები რა გააკეთონ, მაგრამ რასაც შვებიან არის ის, რომ ნელ-ნელა დასვამენ თქვათ ნაპირზე, ხო? იმ ტერიტორიაზე. მე შეიძლება პატარა წყალი აიღო და პატარაზე ფეხუჩებზე შეაწუწო, ხო? რომ ნელ-ნელა მგონება, რომელიც განგაში ზარს თავს და აღიქვამს საფრთხეს, რომელიც რეალური საფრთხე არ არის, მაგრამ აღქმულია, მისთვის სულ ერთია აღიქვავს თუ რეალურია, რადგან აღიქვავს, მისი სხეული ხდება მოჭიმული, მისი სხეული გადადის გადარჩენის რეჟიმში, როგორმე, ამიტომ ნელ-ნელა ძალიან მცირე ნაბიჯებით, აი ეს ურთიერთობა, შეხება, აი ამ საშიში არსებასთან, ხო? შენ თავის ტვინს და შენ თავის ტვინს დაამახსოვრებინებს განგაშიზარს გამოურთავს და ნელა მიხვდება რომ რომელიც ვიღაცისთვის ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს, ვიღაცას შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭერს, მაგრამ ეს პროცესი რითიც თავიდან დავიწყეთ ურთიერთობის იმდენად დამაჯილდოებელია და იმხელა მე არ ვიცი შვებას გაძლევს რომ შენ ეს პროცესი გაიარე, ხო და აღმოაჩინე სრულიად ახალი არსება. რომელიც არ ნიშნავს, რომ შენ მე ამას დაუმეგობრდები და აუცილებლად სახში უნდა წამოიყვანო, ხო? მაგრამ ის, რომ შენ ხედავ შენს გარემოში, სამყაროში არსებას, რომლისიც აღარ გეშინა და ისეთი არსება, როგორც შენ ხარ, ხო? ეს არის ძალიან დიდი შვება ადამიანისთვის და რაღაც არის ნდობა სამყაროში. თვითონ ოჯახზე თქვა, აი ოჯახისთვის შინაური ცხოველი, რა უშოთ რა როლი შეიძლება შეასრულოს ოჯახისთვის, რატოა კარგი ოჯახისთვის შინაური ცხოველი და რა შეიძლება იყოს მინუსი. არის პირველი ალბათ მრავალფეროვნება არის რა, იმიტომ რომ რაც უფრო ანუ ის რომ შენ ოჯახში სხვა არსებას უშვებ და მსათხარო განსხვავებულ არსებებთან, ადამიანებთან ურთიერთობა, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა არის რა, იმიტომ რომ ისედაც რაღაცა დანაწევრებული და ერთგვაროვნების
გონებასკენ მიდის ხოლმე ადამიანის გონება და უცხო რაღაცების ეშინი. ამიტომ ის რომ უკვე შენ სხვა არსებასთან ერთად გიწევს ცხოვრება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მოქნილი და ადაპტური არის შენი გონებაც, შენი ყოველდღიური რიტმიც. სწავლობ სხვა პერსპექტივას, როგორ შეიძლება სამყაროს შეხედო. და კიდევ ერთხელ გააზრებინებს იმას, რომ შენ ადამიანი კი ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს რაღაცების, მაგრამ არ ხარ უპირატესი, ხო? არ ხარ უპირატესი ამ არსებაზე და მის ძლიერ მხარებს, აი ამ საოცარ აღქმის უნარს, ახლა ძაღლებზე რო ვილაპარაკოთ, ანუ ყნოსვა და როგორ მუშაობს მათი ნესტოები და როგორ შედის და ასხვავებენ საიდან მოდის ეს სუნები, ხო? და როგორი მნიშვნელოვანი არის მათთვის მაგალითად, რომ კვლევებით დადასტურებული, რომ 15 წუთიანი გაყოლა ძაღლის და მიშვება, რომ დაყნოსოს ყველაფერს, ბევრად უფრო დამაჯილდოებელი არის და მეტად უფრო მეტ ენერგიას და ძალისხმევას დებს და უფრო მეტად იქანცება, ვიდრე ვთქვათ 30 წუთიანი სწრაფი რბენა. და აი ეს რომ სამყაროს ესე შეიმესნებს და კონტაქტი ესე აქ ამყნოსვით, ხო, როგორი საინტერესო და რა შეიძლება რომ მე ვისწავლო მისგან. ერთი ეგ არის, მეორე რომ ბევრი სიახლე არის. მესამე არის აი ეს საყრდენი, ისიც დავიწყე რა, რომ ყოველთვის იცი, სანამ ცოცხალია, რომ უხარი ხარ, შენთან არის, გვხდება, როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო, იქ იქნება, შენთან ერთად იქნება. ცოტა სევდიანი შეკითხვა ვაკ შემდეგი, მაგრამ რა შენახსენე და ამან მაფიქრებინა უცებ. ის რომ ძაღლი ჩვენ ცხოვრებას მუდმივად არ მოყვება, არც კატა, ეგ ვიცით ყველამ და მათი სიცოცხლე უფრო ხანმოკლეა. აი მათ და რაღაცნაირად თითქოს ადამიანის დაკარგვისგან განსხვავებული დანაკარგია. და აი მან მაგას როგორ უნდა შევეგუოთ, ან როგორ შეიძლება რომ ეს ტკივილი რაღაცნაირად გადავაგოროთ. ზოგი გარბის და ახალი ძაღლი მოყავს. ზოგი დიდხანს დარდობს. რაღაცა თუ შეიძლება ისეთი, რაც ზითაც ჩვენ თავს ცოტა დავიმშვიდეთ და ამ შემთხვევაში ალბათ უფრო რაღაც ფსიქოლოგიურ ტექნიკას თუ გამოვიყენებთ, ან რაღაცა ისეც, რაც რითაც შეიძლება რომ ეს რაღაცნაირად გადავაგოროთ. იცი რა არის? ძაღლი იქნება, ადამიანი იქნება, ვიცი, მეგობარი იქნება, სამსახურიც კი, ხო, ან შენი სამშობლო თუ დანაკარგი, ხო, აი ეს წუხარება არის უნივერსალური რა. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავაც ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი რაც ძალიან ესეთი ძლიერი დამხმარე საშუალება არის, გააცნობიერე, რომ ერთი ის რომ შენ არ დაგემართა ეს. ანუ აი შენ სასწავლებლად ან შენთვის კი არ მოხდა, რომ ამ მომენტში, ამ სიტუაციაში შენს წინ გადაიშალა აი ეს მწუხარების და სევდის განცდა. და შენი მიზანი არის როგორ დაიტევ და როგორ იურთიერთობებ ისევ აი ამ მწუხარების განცდა, რომელიც მარტივი არ არის. და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავხდეთ შემოქმედებითები რა, რასაც საუკუნეების მანძილზე ხალხური სიბრძნე და ხო ხალხი აკეთებდა და ქმნიდა, რომ რაღაცა რიტუალი ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ შენ დაიტირო ერთი და პლუს ამოისუნთქო და იცოდე რომ გრძელდება, სხვა ფორმით გრძელდება. ისე არ გრძელდება. ჩემთვის რომ თუნდაც ძაღლის მიმართ რიტუალი ნორმალურია? რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებულად რაღაცა კომიკურამდე მისულადაც კი მოეჩვენოს. თვლი რომ ნორმალურია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგივე პროცესია, ხო, დაკარგვის, დანაკარგის და ეს არის შენი მოწიწება, შენი პატივისცემა, დაფასება, ხო, რაც ერთად გამოიარეთ და ეს არის ძალიან ლამაზი. ყველაფერი შეიძლება ყველას რაღაც ეგონოს. ხო, ანუ ყოველთვის რა რომც არაფერი არ ვქნა, მაშინაც რომ არაფერს არ შვება ეს ბავშვი, რეცაკე, ანუ რანაირი. ყოველთვის შეიძლება შეგვაფასო, ამიტომ ეგ არ არის ჩვენი საზამი. გასაგებია. არა, ეს ესევდიანად ვერ დავამთავრებთ, რაღაცა აუცილებლად რამე პოზიტიური უნდა ვთქვა და მე რა ვიცი, თუ რამე და მე ყოველთვის ვკითხულობ ამას, ყველა სტუმართან, თუ რამე უნდა მეკითხა და არ მიკითხავს, თუ რამე არის სათქმელი ამ თემაზე,
მინდა რომ ეს თქვა და ამით დავამთავროთ დღევანდელი საუბარი. დასასრული მოსაწვევი. არ ვიცი, ძალიან საინტერესო იყო. მე მგონი ისეთი განსხვავებული შეკითხვები დასვი სიღრმისეული. მე ვფიქრობ, რომ შენს გადაცემაში ეს ახალი შეკითხვები, რაც სხვას გაუჩნდება ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ეს ახალი შეკითხვები შეიძლება იყოს მოწვევა და მე შეიძლება რომ ახლიდან გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს არაფერი, პირიქით ძალიან მადლიერი და აღტაცებული ვარ საინტერესო საუბრით. დიდი მადლობა, ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა, რაც ნინო მარგველაშვილმა თქვა, რომ თქვენი შეკითხვები, თქვენი კომენტარები და თქვენი აზრები ბადებს მე ახალ გადაცემებს და მე ჩნდება ახალი პერსპექტივები, შეიძლება როდესაც ერთი ხარ ადამიანი, ის მაინც რაც არ უნდა გაიფართო თვალსაჩინო, სადღაც მაინც რჩება ბნელი კუთხეები და ვიღაცა თუ იმ ბნელ კუთხეზე შეგახედებს, მე უფრო საინტერესო რაღაცებს პოულობ. ამიტომ მოგიწოდებთ რომ მეგობარის არხი გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს და რაც თავარია კომენტარები დაწეროთ. დიდი მადლობა Nutrimax Pets სპონსორობისთვის, დიდი მადლობა თქვენ რომ გიყურეთ, ნინო მარგველაშვილს კიდევ განსაკუთრებული მადლობა ჩემთვისაც რომ მოიცალა და მადლობა ამ შოშიებს და კაჭკაჭებს და ქედნებს რომ შეგვიქმნეს ანტურაჟი. მადლობა, თქვენ უგუბარს უყურებდით, ნახვამდის. ნახვამდის.